გამარჯობა, Reopen Medias ეთერში გთავაზობთ ყოველ კვირიეულ ქართულენოვან გამოშვებას. ჩვენი მიზანია დროულად და სანდოდ მოგაწოდოთ ინფორმაცია სომხეთში და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე. გაგაცნოთ რეგიონში განვითარებული ახალი მოვლენები და მათი მნიშვნელობა. ჩვენ მუშაობ სომხეთის რესპუბლიკისთვის, ხოლო ქართულენოვან აუდიტორიას ვაცდით სრულ ყოფილ სურათს მიმდინარე რეალობის შესახებ. მე ვარ ანა ტანდარიანი და დღეს ჩვენ ერთად გავაანალიზებთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს. დღევანდელ გამოშვებაში კი იხილავთ. კოპენჰაგენში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა შედგა. ირაკლი კობახიძემ ევროპელ ლიდერებთან საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა. თბილისსა და ერევანს შორის სტაბილური თანამშრომლობა გრძელდება. ფაშინიანის ვიზიტი სტრასბურგში და განხილვის თემა კი რეფორმები. ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე მირზოიანის განცხადებები და ნატოსთან თანამშრომლობა. ვიზეირმა კი ერევანში ახალი ბაზა გახსნა. ეს და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები Reopen Medias ქართულენოვან YouTube არხზე ნახავთ. დარჩით ჩვენთან და გამოიწერეთ ჩვენი არხი.